ღარიბული კერძიც არ არის. კოწონიას აკეთებდნენ თურმე აი ზამთრის პერიოდში და მიირთმევდნენ ცხლად. ვა. ისეთია. ნაბახუსებზე რო გესიამონება ადამიანს ისეთიც არის. იცი თუ არა რომ იმერეთში კონკრეტულად ზემო იმერეთში იყო წვნიანი, რომელსაც ხორცი არ სჭირდებოდა, მაგრამ ისეთი გემო ჰქონდა, რომ აი რო გასინჯავდი, არასდროს დაგავიწყდებოდა მისი გემო. აი ზუსტად ამ წვნიანს მოვამზადებთ ახლა დღეს ამ გარემოში. ეს არის სახელწოდებით კოწონია. დაალაიქე, გამოიწერეთ და დავიწყოთ. ამ ორიგინალური და მივიწყებული კერძის შესახებ მომწერა ერთ-ერთმა ჩემმა მაყურებელმა, YouTube მაყურებელმა, აქტიურმა მაყურებელმა. თუნდაც ბიცოლამის უთქვამს, რომ სერბადრის გადაეციო, მანამ სრულად დაიკარგებაო ამ კერძის შესახებ ინფორმაციაო, მანამდე მოამზადოსო და თვითონ გამომიგზავნა რეცეპტი, როგორ შეიძლება რომ გაკეთდეს. მადლობა ბიცოლა. დღევანდელი ჩვენი წვნიანისთვის დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. ეს არის ტყემლის ტყლაპი, ნიგოზი, ნიორი, ჭადის ფქვილი, იმერული ჭადის ფქვილი, მარილი, ცოტა ხმელი ქინძი და დაღერღილი წითელი წიწაკა. ეხა უკვე დავიწყოთ მომზადების პროცესი. პირველი რაც დაგჭირდება, ეს არის რომ აუცილებლად უნდა დავდგათ წყალი. სანამ ადუღებას დაიწყებს, აი დაახლოებით 5-10 წუთით ადრე ჩავყაროთ დაჭრილი ტყლაპი, ტყემლის ტყლაპი. მანამდე კი დავჭრათ ის რაოდენობა, რაც დაგჭირდება აი პატარა ქვაბისთვის. ეს დროებით გადმოვდოთ, ნახავთ იქ რამდენი დაგჭირდება და როგორ დაგჭირდება. აი ესე დავჭრით. ისე უცნაური სახელი კი ქვია, კოწონია იმერული სიღარიბის კერძად ითვლებოდა, მაგრამ აი რო გადავხედოთ ახლა ამის ინგრედიენტებს, თუ რა დევს და რას უკეთებთ ინგრედიენტებად, აი ნამდვილად გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ არ არის ახლა თქვათ ესე ღარიბული კერძი, რავი, ნიგოზი, ჭადის ფქვილი, ნიგოზი ცოტა სიმდიდრისკენ გადადის და ამიტომ თლად ღარიბული კერძიც არ არის. კოწონიას აკეთებდნენ თურმე აი ზამთრის პერიოდში და მიირთმევდნენ ცხლად და ასევე აკეთებდნენ ზაფხულის პერიოდში, როცა ცივდებოდა, როგორც გრილ კერძს, ისე მიირთმევდნენ თურმე ზემო იმერეთში და ჩვენი აი ეს ქართველური ვალდებულება რაც არის, რომ არ დავივიწყოთ ძველი ადათ-წესები და მით უმეტეს ესეთი კარგი კულინარია ჩვენი ქართული, ჩვენი კუთხეების. აი დღეს მოვამზადეთ ეს ორიგინალური კერძი. წვნიანი უბრალოდ. თან სამარხოცა, თან როგორც ვატყობ, გემრიელიც გამოგვივა. ჩავყაროთ ეხა აი ეს რაოდენობა, მე მგონი ცოტა კიდე დაგჭირდება. როგორც ვატყობ, კიდე დასჭირდება და ტყლაპი და კიდე ჩავამატოთ ჯობია. მანამ უნდა იხალხოს ტყლაპი, სანამ აი არ შევატყობთ, რომ გაშლას დაიწყებს და მერე გავუკეთებთ შემდეგ ინგრედიენტებს. ცოტა რთული დასაჭრელია, ხა ყველა კარგად ვიცით ტყლაპი, მაგრამ არა უშავს. აი ესე. ეხლა რაც მთავარია, ჩვენ უნდა დავნაყოთ ქვასანახში ნიგოზი და ნიორი. თითო კბილი ნიორი გავუკეთოთ. ცოტა ხმაურიც ვერ გამოვიწვიოთ ისე, მე მგონი. ისა. აქ ჯობია. ნაწილ. მერე დუღილს რო დაიწყებს და რო შევატყობთ, რომ იშლება ნელ-ნელად ის ტყლაპი, მერე ჩავაყრით ჭადის ფქვილს და ბოლოსკენ გავუკეთებთ ამ სუნელებს და ნიგოზს. პატარა თებში დაგჭირდება ჩვენ. ეს გადმოსაღებად.
აი ხა ნახოთ აბა რა ეტაპზეა. აი, უკვე ჩაიშალა ის ყლაპი. ვამატებთ დაახლოებით აი სუფრის კოვზი. 1-2 სუფრის კოვზი, არც კი. აი ესე. ჭადის ფქვილს. ისე უნდა მოვდიოთ, რომ ბურთულება არ იქცეს, აი ესე. უკვე დაიწყო დუღილი ჭადის ფქვილთან ერთად. ეხლა ჩავაყრით დანაყულს, ნიოზს და ნიგოზს და მოიხალხოს ესეც ერთად. ასე თან ვურიოთ. ჩავაყრით ცოტა ხმელქინძს. ძალიან ცოტა. უხდება ძალიან დაღერღილი წითელი წიწაკა. ეხლა ისე უხდება. გასინჯულება კაცო გავაკეთე სახში ჯერ აბა ექსპერიმენტს ხო ჩავატარებთ. და ჩვენებურად მოვაყაროთ მარილი. აი ესე ჩავსვათ პირდაპირ. აი ესე. აჰა. აჰა. აი ყველაფერზე ავდიოთ. უშენ გენაცვალე იმერული ზემოიმერული შიშხათი მოყვება. აი ჩვენი წვნიანიც 1-4-5 წუთი ეხლა ვაცალოთ იდუღოს ქვილთან ერთად და მერე გადმოვიღოთ გასასინჯად. აი ჩემო ძვირფასებო დააკვირდით როგორ გამზადდა ზემოიმერული კერძი წვნიანი. ეს არის კოწონია. აი როგორც ნახეთ ძალიან მარტივი გასაკეთებელია. თქვენც შეეცადეთ თქვენებული ინტერპრეტაცია შეგიძლიათ გაუკეთოთ და არ დაგავიწყდეთ რომ გამომიწეროთ, დაალაიქოთ Facebook-ზეც, YouTube-ზე, ზარისღილაკი დააყენოთ და იაქტიუროთ. დაწერეთ ის ძველი კერძები დაწერეთ, რომელიც გინდათ რომ გავაცოცხლოთ ერთად და დავაგემოვნოთ. გელოდებით აუცილებლად კომენტარებში. ამასობაში გადმოვიღოთ ზემოიმერული კერძი კოწონია, ფერიც რა ორიგინალური აქვს. შეხედეთ. რაღაცა კარგი სუნები მოდის. გავთიშოთ ახლა. ნივრის არომატი, ხმელი ქინძის არომატი. გემოზეც გავსინჯოთ როგორი იქნება. თებშიდან დალიე პირდაპირ. თებშიდან დავლიო? თებშიდან დალეული ცხელი იქნება. და მე ვერ შევაპარაკე. მაგარი უცხო გემო აქვს. ვა. ისეთია. ნაბახუსებზე რო გესიამონება ადამიანს, ისეთიც არის. აი, კერძადაც სადილზეც რო გესიამონება ადამიანს, ისეთი არის. მოკლედ, არის ნანებთ, მაგის თქმა მინდა რა. კოწონია. მოკლედ, ძალზედ გემრიელი გამოგვივიდა ზემოიმერული წვნიანი კოწონია. აი ეს მივიწყებული კერძი, მივიწყებული წვნიანი, რომელსაც თურმე ღარიბულ საჭმელსაც უწოდებდნენ, მაგრამ ჩემი აზრით სულაც არ არის ღარიბული. ეხა ეს ისეთი კარგი არომატები მოდის და ისეთი კარგი გემოები მოდის. სულ რა ჭირდება, არც არაფერი. ნიგოზი, ჭადის ფქვილი, ნიორი, ტყემლის ყლაპის მოხარშვა და რავი, რომ გადავხედოთ ეხა ამ
ერთიან კერძს ძალიან გემრიელი გამოვიდა სხვათა შორის. ისეთია რომ ცივზეც კარგი იქნება მისართმევად. ცივზე ალბათ შესქელდება ცოტათი და ცხელზე ხო არის და არის. ეს იქნება ნაბახუსებზე, ცოტა სიმჟავე აქვს. ცოტა ნივრის აი აქ რო გიჭერს ნივრის და დანარჩენი მერე წიწაკა და იცოცხლე თქო. თქვენ გაიხარეთ ზემო იმერლებო, თქვენ გაიხარეთ იმერლებო რა. არ დავივიწყებთ არასოდეს. ამ კერძს მე ხო არ დავივიწყებ და დარწმუნებული ვარ კიდე ბევრი გააკეთებს და ბევრი დააგემოვნებს, ასე რომ ჩვენ მზად ვართ, მე პირადად მზად ვარ რომ თქვენ დამიწეროთ კომენტარები და თქვენი კომენტარების მიხედვით ის მივიწყებული კერძები გავაცოცხლოთ. დალაიქეთ, გამოიწერეთ და მიყვარხართ!